ეს არის ვლოგი უკაცრიელი, სარიელი ბაკურიანიდან, სადაც მარტო ჩვენ ვართ. სადმე ვდივართ დე? ბაკურიანში, ხო? YouTube-ზე დიდი ხანია ვლოგი არ გადაგვიღია, არ დაგვიდია, ხო და ეხლა წამოვყევით ბაკურიანში. გავატაროთ ერთად დრო. უმეტესად ვიდეოებს ვდებდი ხოლმე Facebook-ზე და TikTok-ზე, თუ არ ყავართ გამოწერილი, გამომიწერეთ. ასე რომ წავედით ბაკურიანში ჩვენი ოჯახური ვლოგით. ბავშვთან ერთად მგზავრობა არის უფრო რთული, ვიდრე როდესაც მარტო მგზავრობ. უამრავი რაღაც უნდა გაითვალისწინო. ბევრი რაღაც წაიღო ყველანაირი საჭიროებისათვის, რაც თქვათ ჩვენოცა მივდიოდით მარტო არ მიქონდა და ეხლა გვაქვს დაახლოებით 4 თუ 5 ჩანთა. იქიდან 2 ჩანთაში დევს მარტო საჭმელები. ბებო ადგადილით, დამიანეს ხაჭაპურები დაუცხო, ქათამი შეუბრაწა, ბულიონიც კი გაუკეთა იმისთვის, რომ გქონდეს ყველაფერი და ბაკურიანში კარგი დრო გაატაროს. ჩამოვედი თითქმის ბაკურიანში და აი ესე მთელი გზა თითქმის წინავს. ეს გზა არის თოვლით დაფარული. თან ეხლა რომ მივდივართ კიდე თოვლს. აპრილშიც კი ესეთი საჩუქარი გაგვიკეთა, რომ ბაკურიანში წასვლის დღეს თოვლი მოვიდა. მოვიდით და გაიღვიძე, ხო დედიკო? ხო, დედი თოვლი მოდის. თბილისიდან და მზიდან მოვიდა პირდაპირ თოვლში, ხო დედი? ხო დე, გადაჰოთ დედი, ოკეი? როგორ ათავს დე? დამი. დე. კარგია დედი თოვლი. როგორ თავს და რამხელა თოვლია? ესე იგი როგორ განსხვავდება მოკლედ სეზონი არასეზონისგან, იმიტომ რომ აი კაცი შვილი არ არის, მარტო ჩვენ ვართ და როდესაც ზამთარი არის და მოვდივართ, აი არ ვიცი, მანქანის ტევა არ არის, ხალხის ტევა არ არის და ეხლა კიდე იქით არის დიდი სასრიალო და საქანელა და დაინახა. ეხლა ჩვენ ვართ დიდველზე და დავბარგდებით ნელ-ნელა. აუ ძალიან მიხარი, არ მეგონა თუ თოვლი მოვიდო და ჩვენი ის ნახოთ დე, აპარტამენტი ხო დე? მე გამოვიცვალოთ და წავიდეთ საგუნდაოდ. გააღებდი. ყაჩახ დედი, ყაჩახ. 1 2 3. ესეც ჩვენი სახლი. ანთე შუქი ყაჩახ. ყაჩახ დედიკო. ჩემო სიცოცხლე ყაჩახ. გორი საცინებელია. შენ მეორე სართულზე დაიძინე დედი. როგორი აივანი გვაქვს. ზანო ვნახოთ როგორია დე, გააღიაბა მიდი შევიდეთ დედიკო. აი ეგრე. აჰა, დაგეხმარებით. აჰა. მიდი აბა. როგორ მოგწონს დე? ხო, სარკე დაინახე. მოკლედ სააბაზანოც მშვენივრად არის მოწყობილი. სანამ მიში კვაჭმევს დამიანეს, ჩვენ აქ გავამზადოთ რაღაცეები. დამიანეს კომბინიზონი, ხელთათმანები და საფრირი ვართ დამი. ხო, სასრიალოზე, ხო დედი? ხო დე. ვინ იქნება დედა სასრიალოზე? ხო დე. წავიდეთ, ჩავიცვათ დე. ლამაზი ხარ, ჩემო სიცოცხლე დე. დედიკო, ჩავიდეთ დედის საგუნდაოდ. ხო, დედი რა უნდა უას დე? ხო, აფ. ეს ჩვენი კორპუსი. ისეთი უჩვეულო არის. ესეთი ბაკურიანი, არ ვიცი, პირველად ვართ ესეთ სეზონზე, ანუ აპრილში და არავინ არ არის, აი მარტო ჩვენ ვართ.
ბევრი რაღაც დაკეტილია, არ ფუნქციონირებს. ნაკლები მანქანა, ნაკლები ხალხი. სამაგიეროდ ფანტასტიკური ჰაერი. და დამიანე ძალიან ბედნიერი არის, რომ დარბის აი ამ თოლში. დამიანემ დაინახა ტრაქტორი, უყვარს ძალიან და მიშიკო მე წამოვალ თუ შენ ნაკვალებს გამოვყევ. ვაიმე, რა მხელა თოვლია. დედი, რა მაგარია, დე. ესენი მიდიან დამიანემ საქანელა ტრაქტორი, რა თქმა უნდა, ეხა სასრიალო დაინახა და იქით მიდის. აღოთ მე არ ვიცი როგორ მივიდე, ძალიან დიდი თოვლია და მიშიკოს ნაკვალებს გავყვები. ყველაფერი გაჩერებულია, დედი, საბაგირო, ნახე, სათამაშოები, საქანელები, ყველაფერი, დე. რო არ არის სეზონი, დედიკო. ხედავ. დაკეტილი არის ყველაფერი, ასე რომ მარტო ჩვენ ვართ. მარტო ჩვენ ვისვენებთ მგონი. კაი. დამაცადე 2 წამით, ხო? ორივეს. აჰა, ეშე. ხო, ჭამე, კარგად. ის მესამე სად აკავ თქვენ? აი, მოდი აქა. აქ არის შენი პური. და გითხრათ, რომ როცა არ არის სეზონი, ესე იგი ესე არიან დამშეული ძაღლები. იქითკენ დავაპურეთ რამდენიმე ძაღლი. ეხლა ამათ მოუტანეთ სპეციალურად. ჩანჩოდოები არიან, ესე იგი არა სეზონზე, როცა ხალხი არ არის, ისე არიან და ბაკურიანელებო დააპურეთ თქვენი ცხოველები. ესეც ჩვენი ღამის ხედი. ფაქტობრივად ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. არა სეზონზე პირველად ვარ მართლა და არ მეკონა თუ აბსოლუტურად არაფერი არ მუშაობს. ანუ რაღაცეები ხო შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. არაფერი, ყველაფერი დაკეტილია გარდა სუპერმარკეტებისა. ეს არის ვლოგი სახელწოდებით. რა გავაკეთეთ უკაცრიელ ბაკურიანში. მოიკალათე დედიკო? შენ წიგნთან ერთად ხო დედი? ხო, ვინ მოვიდა დედი? პი მოვიდა, ყოჩახდე. როგორ დააკაკუნა? კაკუ. და ძილის პირული ზღაპრების ამბები. და ნახეთ როგორი ამინდი არის მზე თოვლი მე ძალიან მიყვარს ესე როდესაც მზე და თოვლი ერთად არის ჩემს უკან ნახეთ რა სილამაზი არის შევექცევით საუზმეს აივანზე მივირთმევთ ყავას აი ამაზე უკეთ როგორ შემეძლო დამეწყო დილა გონი ვერ დავიწყებდი სხვანაირად ჩიტები ჭიკჭიკებენ მოკლედ სრული ჰარმონია არის დღევანდელი გეგმები არ ვიცით რას ვიზავთ როგორც გითხარით ბაკურიანში სრული სიცარიელია არაფერი არ მუშაობს ერთადერთი შეგვიძლია რომ აი ამ სილამაზით დავტკბეთ შესაძლოა ბორჯომში ჩავიდეთ და პარკში გავისეირნოთ იმიტომ რომ დამიანეს ძალიან გაუხარდება თუმცა ვნახოთ რას ვიზავთ მოყვება ხო დედი ერთად წავიდეთ ყველანი ძალიან კარგი არის აქ ყოფნა იმიტომ რომ არ გაწუხებს არაფერი ხმაური საცობი არაფერი არ არის დასასვენებლად მშვენიერი არის მით უმეტეს ბავშვისთვის რომ სუფთა ჰაერი ისუნთქოს ირბინოს ითამაშოს გუშინ კი იცით რომ ჩამოვედით და თოვლიც მოვიდა და იყო ძალიან კარგი ბარჯომში ჩავალთ თუ არა რაც გადავწყვიტავთ არ ვიცი იმიტომ რომ ადამიანს აი ისე მოსწონს აქ ყოფნა სულ ესე დარბის თოვლში თამაშობს და თან არ მინდა რომ აი ამ თოვლს და გარემოს მოვწყვიტო და იცით რომ ბავშვი ვისაც ყავს ბავშვი არის მთლიანად მორგებული მისი დასვენება ხოლმე ხო და YouTube-ზე ჩემი დაბრუნება არის უკაცრიელი
ბაკურიანიდან. აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან კარგ ვლოგებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიდეო დავდე და მიდევს Facebook-ზე, TikTok-ზე. თუ გადმოხვალთ იქაც ნახავთ, იმიტომ რომ ბევრ ადგილას ვიყავით. დამიანე ფაქტობრივად წლის ნახევრის არის, წარმოედგინეთ, რამდენი ხანია ჩემ ვიდეო აღარ დამიდია. ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით, ბევრი რამე გავაკეთეთ. თუმცა ვერ ხერხდება ხოლმე პატარასთან ერთად, რომ იყო პატარაზე კონცენტრირებული და თან გადაიღო ვიდეოები სრულყოფილად და ასე რომ პირდებით რომ მომავალში ისევ გაგანებიურებთ დროებით.